2024 წელი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ხასიათდებოდა. ამან ზეგავლენა მოახდინა ყველა სოციალურ ჯგუფზეც, რადგან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა თითოეულ მოქალაქეს ეხება და საფრთხეს უქმნის ყველას უფლებრივ მდგომარეობასა თუ მომავალს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2024 წელს ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა. 2024 წელი დაიწყო პირდაპირ ქართულმა ოცნებამ და ხელისუფლებამ სწორედ ამ ევროკავშირის იდეის დისკრედიტაციით დაიწყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, ანტიდასავლური განცხადებები, პირდაპირ დევნა უფლებადამცველების, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაზაფხულზე უკვე ხელახლა მოხდა რუსული კანონის ინიციირება, რაც დასრულდა იმით, რომ პარლამენტმა ქართული ოცნების და უმრავლესობის ინიციირებით ეს კანონი დაამტკიცა, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, ხალხის პროტესტი დაიწყო უშუალოდ არჩევნების შედეგების გაპროტესტებით და როდესაც ამის შემდეგ არალეგიტიმურმა ხელისუფლების მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციას 2028 წლამდე, ამას კიდევ უფრო დაემატა ხალხის ხელვარება და ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს ჯერ კიდევ, რომელიც ნოემბრის შემდეგ გრძელდება თბილისის ქუჩებში. ამას არალეგიტიმური ხელისუფლება უპირისპირებს ძალადობას, ცალკეულ ინციდენტებს უკვე შემდგომში მოჰყვა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ისეთი ნაბიჯები, ისეთი მოქმედებები სპეცრაზმის პოლიციელების მხრიდან, რომელიც უკვე სისტემური წამების ფორმა მიიღო და სწორედ ამ შეფასებებს ვაკეთებ ჩვენ. ამაზე რეაგირება ხელისუფლებას არ აქვს. ანგარიში მთელი რიგი საკითხებია მიმოხილული, რაც მიუთითებს ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე. მათ შორის საუბარია ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, გაუარესებულ მედია გარემოზე. ანგარიში წერია, რომ მხოლოდ 2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 8 ქალი მოკლეს. წერია, რომ არ არსებობს ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა. ყველა სოციალური ჯგუფთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში არსებობს, მათი უფლებრივი მდგომარეობა იყო გაუარესებული, იქნებოდა ეს ქალთა უფლებები, ბავშვთა, შშმ პირთა, შეზღუდული, ანუ იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებაში, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები და სხვა უმცირესობები, ასევე იყო მათი უფლებები სამწყავე გამოწვევების წინაშე, ვინაიდან ეს ყველაფერი ერთი მხრივ მიბმულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა ისეთი ახალი კანონები, როგორც არის მაგალითად გენდერული კვოტირების ისევ გაუქმება, რამაც ქალთა უფლებებზე იქონია გავლენა და სხვა ისეთი კანონები, რომლებმაც უკან დაგხვია ყველა მემარცულებით. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მთელი ამ რიგი პრობლემების ფონზე მოქალაქეები სამართალს ვეღარ პოულობენ, რადგან მათივე თქმით, სავარაუდოდ ივანიშვილის რეჟიმმა მართლმსაჯულების ყველა ინსტრუმენტი მიიტაცა.